მოვამზადოთ სახლური და ძალიან გემრიელი მარწყვის ტორტი განსხვავებული ბისკვიტით. ბისკვიტისთვის მარწყვა, შაქარი, კვერცხი, ზეთი დავაბლენდეროთ ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავუმეტოთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი, ყველაფერი კარგად გადავურიოთ, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. მოვათავსოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში მზაობას შეამოწმეთ ხის ჩხირით. კრემისთვის მე გამოვიყენე ნაღები და კრემკველი, შაქრის ფხვნილთან ერთად, ყველაფერი კარგად გადაურიეთ, რომ მიიღოთ ასეთი ჰაეროვანი მასა. ბისკვიტი შედარებით მშრალია, ამიტომ მე დასანამად გამოვიყენე რძე, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი სიროფი, მაგალითად იგივე მარწყვის სიროფი. კრემი არ დაგენანოთ, კარგად წაუსვით, ჩემი პატარა ასისტენტიც მეხმარებოდა ტორტის აწყობაში. შუაშიც მარწყვი ბევრი ჩაუდეთ, გადაანაწილეთ კარგად და გააგრძელეთ ტორტის აწყობა. დეკორს რაც შეეხება, მე ძალიან მინიმალისტურად გავაფორმე იგივე კრემით და მარწყვა გარშემო. დეკორი თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული. ინგრედიენტებისთვის რაოდენობას ტრადიციულად დავწერ ვიდეოს აღწერაში, თქვენ კი არ დაგეზაროთ ჩემი არხის გამოწერა, რომ არ დაგეკარგოთ. მაცივარში გააჩერეთ რამდენიმე საათით. ჩემთან ეს არ დასწავლდა. უმცროს ასისტენტებს ერთი სული ჰქონდათ, როდის გასინჯავდნენ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.